საქართველოში რყევები დაწყებულია, პუჩი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს როგორ იცი? ჯერ ქუჩაშია რა და ავტომატის როლ არა, თო რეალურად 2 სექტემბერი, მერე 4 ოქტომბერი გესმის და მე წინააღმდეგი ვიყავ, მაგრამ უმაღლესი თავარსარდალი როცა ბრძანებას გასცემდა, შენ როცა სამხედრო სამსახურში ხარ, ვალდებული ხარ რომ შეასრულო. და მაგრამ უნდა დამეტოვებინა ახალ წლამდე, მაგრამ ეს სიტუაცია რო იყო ვერ დავტოვე. და მომიწია იმ ბატალიებში, რაც მოხდა ეგრეთ წოდებული სამოქალაქო ომში, ხო? და აი ეს ქართველი საზოგადოების საყურადღებოდ მინდა რომ განვაცხადო, რომ ეს არ იყო სამოქალაქო ომი. ესეც აგიტაცია, პროპაგანდა ანტიქართული, ხო? რომ ჩვენ ქართველები უვარგისები ვართ, ვერ შევიშნოვეთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა და ერთმანეთს დავხოცეთ. ესე არ იყო. რეალურად იყო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, ხო? ჯორჯ ჰუვერ ბუშის და ჯეიმს ბეიკერის და ამათი პლანი რეალურად მათი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, ხოლო ტექნიკური შემსრულებელი იყო კრემლი. მათი შეიარაღებული ძალა. ეს არ იყო ეხლა კიტოვანის 150 კაცი მოგვიგებდა ომს სიტყვაზე? ან თუნდაც ხედრიული? ეს ხო ზღაპარია, მაგრამ სადაც სამაჩაბლოში გოჯი არ დაგვიწმია, ხო, რუსებთან და სეპარატისტებთან. 1 წლის განმავლობაში რეალური ბრძოლები მიდიოდა და გოჯი არ დაგვიწმია, საერთოდ ჩვენ ვაკონტროლებთ. ერთადერთი იყო ცხინვალი, სადაც შერეული ის მიდიოდა, რა ქვია, პატრულირება ქართველებისა და ჩვენი შინაგანი ჯარებისა და რუსეთის შინაგანი ჯარების. თორე დანარჩენი 99% იყო მთლიანად ჩვენი კონტროლის ქვეშ. და საერთოდ ყველა საზღვარი კონტროლდებოდა ჩვენი ეროვნული გვარდით. და გოჯი არ გაწმულწევლა არც თურქეთიდან, არც რუსეთიდან, არც აზერბაიჯანიდან და არც ასტომხედიდან. და ეხლა როგორ გონიათ? აკია ბარბაქაძეები და ისინი მოგვიგებდნენ ომს? ხო? თუ შეიძლება ესა მიკროფონი ფაქტიურად თქვენ ამერიკაში აღმოჩნდით ზვიად გამსახურდიას ბრძანებულებით, ეს გასაგებია და უკვე რამდენი წელიწადია გასული და თან შემწრეხართ ამ მოვლენების და ხო ზუსტად მაგითო ხარ დღეს ახლა ჩემთან სტუმრად რომ შეგიძლიათ სრული ანალიზი წარუდგინოთ საზოგადოებას. ესენი აი ეს ახალ გამოჩეკილი პოლიტიკოსები თქვა ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ივანიშვილმა ვინც მოიყვანა სათავეში მარგველაშვილი, თუნდაც ხიდაშელი, ანადოლიძე, უსუფაშვილი, ესენი ერთმანეთთან ყოველთვის იყვნენ იდეალურ კოლაბორაციაში. მაგალითად დღეს რო ახლა აკია ბარბაქაძეს ვახსენებთ, ხო? ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის კაცი, რომელიც ხელში ავტომატით ებრძოდა ზვიად გამსახურდიას, ხო? გინდათ ის ნაციონალური მოძრაობის დროს გენერალური შტაბის უფროსად დევი ჭანკოდაძე რო ყავდათ, პირველი იყო, რომელიც დეტრიცატის ეგრეთ წოდებული დე-30-ის ქვემეხს ესროდა პარლამენტის შენობას და პირდაპირ უმიზნებდა ზვიად გამსახურდიას კაბინეტს. თუნდაც კობა კობალაძე, რომელიც ქართული გენოფონდის ახალგაზრდობის მკვლელი კიტოვანის ძაღლის გამსეირებელი იყო და ბომბორად შეარქვეს. და აი თქვენ ესენი ყველა კარგად გახსოვთ რა. ეს შეთქმულთა ერთობა თავისი გოგა ხაინდრავას მეთაურობით. გოგა ხაინდრავას მეთაურობით და საზოგადოებას რაღაცნაირად ტვინი ამოურიცხეს, გაავიწყეს ყველაფერი და დეტალურად რო გაიხსენოთ რა, აი ამათი როლი, კობა კოვალაძის როლი, აკია ბარბაქაძის როლი, დევი ჭანკოდაძის როლი, თუნდაც გოგა ხაინდრავა დეტალურად რო გითხრათ არიან რა. არის მის ხმაგა კათიშვილი. ეხლა ხო, აი კარგად მოიყვანე რა, შენ მარგველაშვილი, ვინც არიან რა, ის რა ქვია, ბოკერია, სააკაშვილი, ეს ხო დღეს არიან პროდასტავლელები, თორე ესენი ხო კრემლის აგენტურა იყო, ხო, რომელიც წითელ ინტელიგენციასთან ნეობოლშევიკური კომუნისტური პარტია, ხო? და ეგრეთ წოდებული ფსევდოეროვნული მოძრაობა, ხო? კონსერვატორული მოძრაობა, რასაც ქვია.
იყო ეს ეროვნული ხელისუფლების და ეროვნული სახელმწიფოებრიობის წინა. აი რამდენად საშინელება, როდესაც გაერთიანდა, როდესაც ტელევიზიასთან დაждდნენ ისინი, ხო? ერთად იყო ნეობოლშევიკები და ვითომ მათთან მებრძოლი აი ეს ეროვნული რა, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტია, ჭავჭავაძის საზოგადოება, რუსთაველის საზოგადოება, სახალხო ფრონტი, ხო? რეალურად. და ბევრს არ ახსოვს ბატონი ზვიადი, როდესაც უნივერსიტეტში მივიდა, ხო? ეს ბოკერია, ეს მე ეს რო იყო შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო და მინისტრი თავდაცვის გია აი სვანეთში რო ჩახოცეს ბარამიძე გია ესენი ყველა ეროვნული და ეროვნული სახელ კრემლის დავალებით მოხმელდებდნენ რეალურად. უბრალოდ გაერთიანებული რა კრემლისა და ევროამერიკული იმპერიალიზმის ბრძანებულებას ასრულებდნენ რეალურად და წესით ესენი ყველანი იყვნენ კაკებეს აგენტურა. ეს ახალგაზრდული გიორგი მარგველაშვილი, რა ქვია, დათო ტურაშვილი, ესენი ყველა რეალურად შექმნილი არის კრუჩკოვის დავალებით. კრუჩკოვს აქვს დავალება მიცემული, გენერალი კრუჩკოვი იყო თავმჯდომარე კაკებეს 1988 წლიდან 91 წლამდე გარბაჩოვის მმართველობის პერიოდში და როდესაც დაინახეს ბატონი ზვიადის და მერაბი ილია მართალი და ჰელსინკის კავშირი არ დაეთანხმა იმას, რომ ამერიკის ბრძანებას, რომ რეალურად საქართველოს და არა მარტო საქართველოს ყველა რესპუბლიკას ბალტიისპირეთის გარდა მოუწოდებდა, რომ აი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ხო შეიქმნა რა? ეს კი არ უნდა შექმნილიყო წესით. კიევში ხელი მოეწერა, კიევში 1 აგვისტოს 91 წლისას ხელი მოეწერა ამერიკისა და საბჭოთა კავშირის მიერ, სამი რესპუბლიკა დატოვებდა, ესე იგი ბალტიისპირეთის, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და დანარჩენი 12 რესპუბლიკა. ახალი წარმონაქმნი საბჭო არა ისა დსთ ესენგე კი არა საბჭოთა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე შექმნილი. წარმოგიდგენია? და ეს რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების და რეალურად შეთანხმება მოხდა საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მაგრამ ეს კიდევ ჯერ მანამდე ეროვნული მოძრაობის პერიოდშიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან 99 წელში რეიკიავიკის ხელშეკრულება რომ მოხდა მცირე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შემცირება, ხო? საბჭოთა კავშირმა რომ მოაწერა ხელი გარბაჩოვმა, მაშინ მოითხოვა ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა დასავლეთის. არა მარტო ამერიკის შეერთებულ და მან მიიღო ეს. და ამიტომ წავიდა ზეწოლა რეალურ ეროვნულ მოძრაობაზე, ბატონ ზვიადზე, მერაბზე, რომლებიც არც კრემლის ბატონობის ქვეშ და იმათ უხრინდნენ თავს და არც ბუშ და ბეიკერს რა რეალურად, ხო? და ამიტომ წამოვიდა, რომ უნდა შექმნილიყო ფსევდოეროვნული ძალები, რომელიც იქნებოდა კონსტრუქციული ოპოზიცია გარბაჩოვის პერესტროიკის. და აი ამაში იყვნენ მოქცეული დათო ტურაშვილი, მარგველაშვილი, მოსაყდე როარი, შიო, მუჯირი, ყარაიჯარაშვილი, გოჩა, აბულაძე, ეპისკოპოსი სპირიდონი და ესენი რა ყველა, რომელიც ჩანერგილები იყვნენ. ვეტერანთა დეპარტამენტში. ხო და რა შეეხება ეს ეროვნული გვარდიის დაშლას, ხო? პირველ რიგში საიდან დაიწყო ჩემო აი აკია სიზულული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან რისგან დაიწყო რა? არა პირადულიდან დაიწყო, პირადული ამბიციიდან რა ხდებოდა რომ 1991 წლის 31 მარტი არა მარტო რეფერენდუმის დღე არის, არამედ პირველი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს და პრეფექტები
პრეროგატივა იყო დანიშნეს. და აკიამ თენგიზკიტოვანს თხოვა რომ დაელაპარაკეო რა ბატონ ზვიათო რომ თარელშიო დამნიშნოსო პრეფექტატო. გაიგე? ეს თენგიზმა უთხრა ძერ უარი უთხრა მაგრამ იმდენად მიაწვა ოთახში ერთად ვზივად თენგიზკიტოვანი მე აკია ძმები გელაშვილები და ნუ გავიდა თენგიზკიტოვანი და 1.45 წუთში დაბრუნდა რა ნუ ეხლა უარი უთხრა ბატონმა ზვიათმა რა 25 წლის იყო რა ხო და უთხრა რომ ჯერ პატარა არისო რა და ეხლა პატარა თანამდებობა არ ქონდათო წარმოიდგინე ეროვნული გვარდიის დაზვერვის სამმართველოს უფროსი აკია ბარბარადა 25 წლის ბავშვი ხარ თუ მეტი რა გინდა ხო რეალურად მაგრამ იმდენად იყო აიო ის რომ დანიშნაო რა ქვია ზვია ზიგურიო იმაშიო სამტრედიაშიო ოჩემზე 2 წელი დიდი არისო და მე რა დავაშა და იმის მერე უკვე იმ მომენტში ხო უყურებდი და იქ გავაჩერე რა მეთქი აკია არაფერი არ შეგეშალოს რა მეთქი ბატონ ზვიათთან მიმართებაში ნუ უკვე გინების დაწყებას აპირებდა რა და იქ გავაჩერე რა ესე იგი უკვე ამოაცხა ყველაფერმა